ახლა მე ნათია შაი ამოვიღებ 3 არკანს. თქვენ შეგიძლიათ თითოეულ არკანში ჩაიფიქროთ 3 სხვადასხვა პიროვნება. და ვნახოთ რა მოელის მას 2025 წელს. ის ცხოვრებაში რა იქნება მთავარი 2025 წლის მოვლენა. მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრებ 3 პიროვნებას, თქვენც ჩაიფიქრეთ და ვნახოთ. პირველი პიროვნება. პირველ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრეთ, სამყარო მისცემს რაღაცა შანსს, რომ ურთულესი სიტუაციიდან არის ეს ადამიანი რაღაც ურთულეს სიტუაციაში, რომ გააღწიოს და გავიდეს. ამ შანსს როგორ გამოიყენებს, მისი გადასაწყვეტია, თუმცა ეს შანსი მიეცემა. ეს შანსი მიეცემა. ახლა რაც დავინახე ამ არკანში, სხვათა შორის პირველად დავინახე ეს ხო, რას ნიშნავს დავინახე, მე არკანს მნიშვნელობებით არ ვკითხულობ, როცა მას უყურებ, შიგნით ვხედავ რაღაც ძალიან ბევრ უცნაურ რაღაცებს და ამბებს და სიტუაციებს და რაც ახლა დავინახე, ეს ადამიანი იმართება მხოლოდ და მხოლოდ ქვედა ჩაკრებით. ეს არის სექსუალური ფესვი ჩაკრა, ეს არის და ეს. ეს არის ენერგია მატერიალურობის, როცა მხოლოდ ამით იმართება, ეს არის გადარჩენის, ეს არის მიწაში ფესვების გაშვების, ჩაბღაუჭების, ჩაჭიდების, მომხვეჭველობის ენერგია და აი რაღაცა სამყარო კიდე მისცემს შანსს, რომ გადარჩეს. რამდენად ავა ეს ენერგია ზედა ჩაკრებში და მოუხმობს გონიერებას არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ რასაც მაჩვენებს, ეს არის სექსუალური ქვედა ჩაკრა. ნახოთ, ვინც ჩაიფიქრათ, როგორ რეზონირდება თქვენთან ეს ამბავი. ეხლა მეორე. რაც შეეხება მეორე ადამიანს, ამ ადამიანს ამ ეტაპზე ნახე, მის ემოციურობას და მის გონიერებას აქვს ხელი დაფარებული. მისი ემოციები არის გაყინული და გონიერებაც. ცოტა არ იყოს ზომბს გავს ეს ადამიანი ამ მომენტში, რობოტს გავს ეს ადამიანი ამ მომენტში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ადამიანი გონიერებისა და ემოციების გარეშე, რა შეიძლება იყოს. ვხედავ მასში გაფანტულობას, აი რაღაცა ვერ კრავს, ვერ უყრის შინაგანად თავს, აბსოლუტურად გათიშულია. ხო გეუბნებით, პირდაპირ გაგებით ვერ გაიგოთ, ეხლა განასაწოლზე წევს და ტვინია გათიშული. არა, მაგრამ გონიერება ენერგეტიკულად და ემოციურობა აქვს ამ ადამიანს გათიშული. ამას მაჩვენებს. აი მდგომარეობას მაჩვენებს. ესეთ ადამიანს სავარაუდოდ რაღაცებს წაიმტყრება ხოლმე ცხვირს, როდესაც ადამიანს ემოცია არ აქვს, ანუ ვერ გრძნობს ვერც თავის ტკივილს, ვერც სხვის ტკივილს და არც გონიერება ყოფნის რაღაცებში, რა ვიცი, ურჩევ ერთის და მეორეს გახსნასაც. და მესამეს რაც შეეხება, იცი როგორ ვხედავ, პირდაპირ გაგებით, გადატანითი მნიშვნელობით, სულიერი მდგომარეობით, ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს ტყვეობაში იმყოფება, რაღაცა ბარიერები აქვს ამ ადამიანს, მაგრამ იმხელა ძალა აქვს და ენერგია გაარღვევს ამ ძალას და ის გამახსენდა, მე ამისგან გავაკეთებ და ამ თავისი ენერგიისგან ბევრ რაღაცას გააკეთებს, ამ გარღვეული ნამსხვრევებისგან. ამჯებირებს ანგრევს ეს ადამიანი და გამოდის ძლიერი თავისუფალი და დიდი ენერგიით.
მაინტერესებს თქვენი ემოციები ამ ვიდეოზე, თქვენი შეხედულებები, გამოიწერეთ არხი, მე კი ვიყავი ნათია შაი და ვისაც სურს ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა, შეუძლია მომწეროს Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი, ან დამიკავშირდეს Viber-ზე, WhatsApp-ზე ნომრით 591 233 507. მადლობა.